სახალხო დემოკრატების ლიდერი მეტროს სადგურების მშენებლობების შეჩერებას აპროტესტებს. ნიკა ივანიშვილი ფიქრობს, რომ დედაქალაქის მოქმედი ბიუჯეტი ახალი სადგურების აშენების საშუალებას იძლევა. მერობის კანდიდატმა თბილისის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას უსისტემო და გაუანალიზებელი უწოდა. ნიკა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას შეჩერებული მშენებლობების დასრულებას და მეტროს სადგურების გახსნას დაპირდა. საგანგებო ბრიფინგი დღეს ივანიშვილმა ერთ-ერთ შეჩერებულ მშენებლობასთან გამართა. ეს მეტროსადგური მოემწოდა არა მხოლოდ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს, არამედ იმ მოსახლეობას, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცხოვრობს და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, არავითარ ეკოლოგიურ პრობლემას გარემოს არ უქმნის და უკვე აგერ 2 ათწლეული წელია დაკონსერვებული არის ეს მშენებლობა. იმ შემთხვევაში, იმ პროცესში თუ თბილისის მოსახლეობა მენდობას გავამიცხადებს და ამირჩევს თბილისის მერად, ჩვენ გავაგრძელებთ დაკონსერვებული მეტროსადგურების მშენებლობას და ეკოლოგიური სუფთა ტრანსპორტის განვითარებას ქვეყანაში.